ახლა გადავდივართ კარვის კუდზე, როგორც არის ეს მიღებული, ხოლო როგორც მე მას ვუწოდებ კარმის შოლტსა. ახლა ჯერ რა არის ეს, რომ გაირკვეთ? ეს არის ყველაზე უსიამოვნო ინფორმაცია, რაც კი უნდა მივაწოდო ადამიანს მის ბედის მატრიცაში, ხო? და რატომ? იმიტომ რომ ეს არის ის ნეგატივი, ის მძიმე ენერგია, ის ასე ვთქვათ, უარყოფითი საქციელი, მოდი ასე ვთქვათ, და წინა რეინკარნაციაში, ოღონდ არ გულისხმობ აუცილებლად, რომ აი ეხლა რო დაიბადეთ იმის წინა რეინკარნაციაში, ანუ რომელიღაც წინა რეინკარნაციაში, რომელიც გადაწყვიტა თქვენმა სულმა, თქვენმა მაღალმა მემრომ, აქ ჩამოსულიყო და გამოისწორებინა, ანუ გაევლო გაკვეთილი, რომ ეს მძიმე ენერგიები ამოეყტანა მაღლა და პოზიტიურად დადებითად გადაეწყვიტა. ხო, ნახე, ეს ენერგია აქვს ყველა ადამიანს, განურჩევლად გამონაკლისისა ყველა ადამიანს, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ გვექნება რაიმე მინუსი, გამოსასწორებელი, გამოდის, რომ ჩვენ დედამიწური რეინკარნაციები ამოვწურეთ და გავალთ ამ სანსარიდან, ანუ ამ ბედის მატრიციდან. მაშ ასე არ დაითრგუნოთ, ეხლა რას ვიტყვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ დაერთგუნოთ, იმიტომ რომ რა ინფორმაციასაც თქვენ მოგაწყვით, იმიტომ რომ ჩემთვის შეიძლება ვთქვა, რომ ყველაზე მძიმე ბედის მატრიცაში, ყველაზე მძიმე კარმის შოლტია და შოლტი იმიტომ, რომ ძალიან მწარია ხოლმე, სულ ვამბობ, რომ კუდი შეიძლება იყოს ფუმფულა, ლამაზი, რომანტიკული, ღუნღულა, აი შოლტი კი ყოველთვის მწარეა და ეს არის მწარე ნაწილი. თან ნახეთ, ყველაზე ბოლოშია ეს და აბსოლუტურად ყველა ენერგიას თავისი სიმძიმით ქაჩავს და მიითრევს. და ეს არის ენერგიები, რომელიც როდესაც ადამიანი კრიზისულ მომენტშია, როდესაც ძალიან გაბრაზებულია, ძალიან გამრისხებულია, შეიძლება დეპრესიაში იყოს, არ იყოს გაბრაზებული და განრისხებული, შეიძლება სადღაც იყოს გაჭედილი რაღაცა ურთიერთობაში, რაღაცა მომენტში, აი მაშინ იღვიძებს ძალიან მძაფრად ეს ხოლმე. აი რო იტყვია, რომ ადამიანი რო გაბრაზდება, მაშინ გაიგებ ნამდვილად როგორია, ხო? იმიტომ რომ აი ამ ენერგიებს აღვიძებს. და ცხადია მისი მინუსი, ასე ვთქვათ, გამოვლინება ყველა ენერგიას ჩაიტანს ქვესკნარში, მოდი ესე ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით. 3:22:19 და რა შეიძლება ვთქვა ამ კარმაზე და როგორც აღნიშნე, საკმაოდ მძიმე კარმაა ეს, ემოციურად არის მძიმე, მაგრამ ერთი რამე გაითავისეთ, რომ ჩვენს მრავალ რეინკარნაციებს შორის გავდივართ ძალიან ბევრ ცხოვრებებს, ძალიან ბევრ როლს, ასე ვთქვათ, დედამიწურ როლს და ასე რომ ყველანაირი სიუჟეტი გვაქვს მორგებული როდესღაც, ესეც გაითავისეთ. ამ კარმას რომელიღაცა სკოლა, კონკრეტულად, როდესაც ნატალია ლადინამ შექმნა ეს ბედის მატრიცა, გაჩნდა ბევრი სკოლები, მისი მიმდევრები და აღმოჩნდა ისე, რომ ვიღაცებმა გადმოაკეთეს რაღაცების შეცვალეს და ამ კარმას ერთ-ერთმა ძლიერმა სკოლამ, როგორც არის თეთრი მზე, დაარქვა დაუბადებელი ბავშვი. მაგრამ მოდი მაინც ნუ ჩავეციკლებით ამაზე, მაგრამ მოდი ამ კუთხითაც განვიხილოთ. ხო, აქ გვაქვს სამიანი ენერგია, რომელიც არის დედობრიობის ენერგია, ქალურობის ენერგია, მე თან ახლა მოვძებნი არკანებს და გაჩვენებთ. ეს არის შობის ენერგია. ხომ აი ეს არის მინუსი, ანუ რაღაცა არის შვა ჩანს და სადაც შობა არის, იქ ბავშვიც არის, ხომ? მართალია. მეორე ენერგია ეს არის 22 ენერგია, აი ერთი ვიპოვე, 19 ენერგია, აი ნახე პირდაპირ ბავშვია გამოსახული, დანარჩენ ორ ენერგიასაც კი
ვიპოვი. ხო, 22 ენერგია ეს არის სულელი, ენერგია სულელი, რომელიც მე მინდა რომ ახლა არკანი გაჩვენოთ, იმიტომ რომ ამ არკანზე თავისთავად ეს სულელი თავისი ენერგიით არის ბავშვური ენერგია. ამიტომ ამბობენ რომ ეს ყველაფერი ნახე მინუსში, განადგურებაშია წასული, მოდი ესე ვთქვათ, აი შემოგარგებო, იმპერატრიცა, ორსული ქალი და ნაყოფიერების დედა, ასე ვთქვათ. და შეიძლება იყოს მოშლილი მუცელი, იმიტომ რომ ორსულობის დროს ნაყოფში სული უკვე არის, ამიტომ არ შეიძლება აბორტის გაკეთება. შეიძლება იყოს მოშლილი მუცელი, შეიძლება იყოს გაკეთებული აბორტი, ან რაღაცა უბედური შემთხვევის და გამო რა წლამდე გარდაცვლილი ბავშვი. აი ეს ენერგია. აი, როგორი ბავშვული, ლაღური ენერგიებია, ესე რომ დავიჭირო სამივე, აი ნახე, აი ესე დგება თქვენი ენერგიები. ამიტომ შობა, ბავშვობა, პატარა ბავშვი, სიცოცხლე მზე ეს ყოფილი ენერგია ერთად რომ დავაკავშიროთ და გადავყაროთ უარყოფითში, კი მოგცემს ამას, რასაც მე ახლა ვსაუბრობ. ამიტომ რა შეიძლება განვითარდეს ამ სიუჟეტის მიხედვით, რა შეიძლება წამოიღოს ადამიანმა, ძალიან დიდი ეგოცენტრულობა და სულსწრაფობა, რომ ვერ მოასწრო, აი თუ ვერ მოასწროს, აი ეს დაუბედებლობის, ვერ მოსწრების, ვერ გავლის სინდრომი აქვთ ხოლმე წამოყოლილი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანებს დავიწყებ სამიანი ენერგიით, ამ ადამიანებს ძალიან ხშირად აქვთ არც თუ ისე კარგი ურთიერთობა დედასთან, ქალებთანაც უჭერთ ურთიერთობა, მაგრამ განსაკუთრებით დედასთან და აუცილებელია რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. მან როგორ უნდა მოაგვაროთ, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად და არის კიდე ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომ პრაქტიკებიდან გამომდინარე, ვისაც აქვს ეს კარმული კუდი, ნახე როგორი დამოკიდებულება აქვთ, ან ძალიან ბევრ ბავშვს აჩენენ. და შეიძლება ვერ გააჩინონ რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ სურვილი აქვს რომ იყვნენ მრავალშვილიანი ბავშვების დედა, ან განკიცხავენ მათ, ვინც აკეთებს აბორტს, მაგრამ ცხოვრება უტრიალებს ისე ხოლმე, რომ აი ამ დილემის წინ აყენებს ხოლმე. აი ნახეთ, თითქოს ცხოვრება ანახებს იმ სიუჟეტს, რომ შევიდეს წინა რეინკარნაციაში მისი დედის ასე ვთქვათ, როლში და იგრძნოს და მოხსნას ეს განკითხვა, განკიცხვის მომენტი და ცხოვრება თვითონ ვიაგდებს ამ ადამიანს იმ სიტუაციაში, რომ დგება ამის საჭიროების წინაშე და შეიძლება აკეთებს კიდევაც ამას. ხო, ამ ადამიანმა როგორ უნდა გადაიყვანოს ეს სამიანის ენერგია, იმპერატრიცას ენერგია პლუსში, ისე რომ ხო, შობა მათთვის კარგია, მაგრამ ერთი რამეც იცოდეთ, შობა არ არის მარტო ბავშვის შობა, შობა არის ძალიან ბევრი რამე, ნაყოფიერება არის ძალიან ბევრი რამე. შეიძლება ეს ენერგია ვიღაცამ საქმეში გადაისროლოს პირდაპირ, თუმცა სადღაც მაინც ბიოლოგიურ ბავშვის დონეზე ვლინდება ეს ყველაფერი. დედასთან კარგი ურთიერთობა და გაგება იმ ქალებისთვის, ვინც აი ნახეთ, მე თვითონ ვარ ესეთი პიროვნება, რომ ძალიან წინააღმდეგი ვარ აბორტის, იმიტომ რომ ვიცი, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია, მასში უკვე სული არის და ჩემთვის აბორტი არის ცოცხალი ადამიანის მკვლელობა, ჩვეულებრივი თან სადისტურად მკვლელობა, რაც ხდება ამ ოპერაციის დროს. ხო, მე არ მაქვს ეს კარმა, მაგრამ მე დავდექი ისეთი დილემის წინ, როდესაც ჩემი უახლოესი მეგობარი დადგა ისეთი მძიმე საჭიროების დროს და მე აბსოლუტურად გავუგე ამ გოგონას და ვუთანაგრძნო, იმიტომ რომ მართლა გამოუვალი სიტუაცია იყო, აი მართლაც რომ
მეც კი იმ ადამიანსაც კი რომელსაც წამს რომ შენ არ იცი ღმერთი რა სულს გიგზავნის და როგორ ამოგიყვანს ნებისმიერი პრობლემიდან და რა ანგელოზური ენერგია აი მიუხედავად ჩემს ხმარწმენისაც სამყარო დამანახა იმიტომ რომ მე რვიანი მყავს უბრალოდ და მე ვალდებული ვარ ყველაფერი გავიგო და რასაც ვერ ვიგებდი დამანახა და გამაგებინა რომ ზოგჯერ ეს ამ სისასტიკის ჩადენაც შეიძლება მოუწიოს ძალიან კეთილშობილ ადამიანს და ძალიან დიდი ტკივილით გააკეთოს ეს და აი ამ ასეთ პრობლემასთან შეჯახება ამ კარმის მქონე ადამიანებს უწევს მე იმიტომ შემაჯახა რომ მე რვიანი ვარ კარმის ენერგიის მატარებელი და მე ესე მზრდის ენერგია რომ ყველაფერი უნდა გავიარო რომ ჩემ თავზე არ გამივლია მაგრამ იმდენად ახლობელი ადამიანი იყო რომ ჩათვალეთ რომ მეც გავიარე ეს სტრესი და ტანჯვა და აი ამ კარმის შემთხვევაში ხო 3-22-19 ხშირად დგებიან ესეთი დილემის წინ მოკლედ ბავშვის ყოლა არ ყოლა გაჩენა არ გაჩენის წინ იმიტომ რომ გაუგოს იმას რომ შეიძლება შენ ძალიან გეტკინა აქ მოძრაობს 3-იანი და 6-яნის პრინციპი რომელიც რომელ მხარეს დგას გონია რომ ის არის სიმართლე და ამ დროს ორივე მართალია ყველას აქვს თავისი სიმართლე, ყველას აქვს თავისი მიზეზი, მიუხედავად იმისა, მეორე მხარეს რა დიდიც არ უნდა იყოს ტკივილი და ეს უნდა გაიაზროს. ეს არის ერთ-ერთი კარმის დამუშავება მისი. მთელ ბედის მატრიცაში სამიანი ენერგია მას არსად არ ყავს, გარდა ასე ვთქვათ, არც დანიშნულებებში, გარდა იმ კარმის კუდისა, ხოლო შემდეგი ენერგია, 22 ენერგია იმ ენერგიაზე მაქვს ლაპარაკი. ეს არის ბავშვური ინფანტილური დამოკიდებულება, ეგოცენტრული დამოკიდებულება სამყაროსადმი და ყველასადმი. ნახე, ესეთი კარმის მქონე ადამიანებს მოყვებათ ეს ენერგია, იმიტომ რომ იცი რამე არ მიცხოვრია და ეხლა ჩემი დროა რა, აი ეხლა მე რა, იმიტომ რომ თქვენ გეყოთ, გქონდათ რაღაცა წლები, იცხოვრეთ, ისიამოვნეთ, მე ვერა და ეხლა მე მაცალეთ. ეს ცხადი არ ახსოვს ადამიანს, არავის არ გვახსოვს, იშვიათი გამონაკლისების გარდა ვინ ვიყავით წინა ცხოვრებაში, თუ ადამიანმა არ გაიარა რეგრესული ჰიპნოზი, ხო? მაგრამ არაცნობიერში ეს ენერგია მოდის, აი დალექილი არის ეს ინფორმაცია და ესე იქცევიან ეს ადამიანები. სამყარომ ისე მოაწყო თქვენი, ასე ვთქვათ, თქვენი ბედი, რომ მე მინდა ახლა ძალიან საინტერესო რაღაცა დაგანახოთ. როგორც კარმის კუდი გაქვთ 3-22-19, ისე გაქვთ სასიყვარულო ენერგია 3-22-19. აი ამას დააკვირდით და აქვე მინდა განვიხილო სასიყვარულო. აქვე მინდა განვიხილო სასიყვარულო ენერგიაც და კარმაც თქვენი, რომელიც აბსოლუტურად იდენტურია. თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენს პარტნიორთან გქონდეთ დაღლაგებული, შვიდი, მოკლედ ისეთი ურთიერთობა, როგორც ოცნებობთ, კარგი ჰარმონიული, მაშინ ეს უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ამ ურთიერთობაში შეგიშლით ხელს სამიანის ენერგია და სამიანის ენერგია თვითონ სამიანი მინუსშიც აი იმპერატრიცა არის საკმაოდ ეგოცენტრული ენერგია. ნახე, დედოფალია ეს ენერგია და მე მინდა და მორჩა, მე ასე მაწყობს და მორჩა. დედოფალია და ანუ ცუდი დედოფალი არ მაინტერესებს სხვების აზრი, სხვების გრძნობები, სხვების ემოციები, მე ასე მსურს და მორჩა, ჩემი სიტყვა კანონია. აი მსგავსი გამოვლინებები ძალიან შეუშლის თქვენს ურთიერთობას ხელს და თვითონ პარტნიორი ნახეთ თქვენ თუ არ დაამუშავეთ ახლა რასაც ვლაპარაკობს ეს კარმის კუდი პირდაპირ პროპორციულად იმოქმედებს თქვენ სასიყვარულო ურთიერთობაზე როგორც გაჩვენებთ ერთნაირი გაქვთ სარკისებური გაქვთ ეს ენერგიები და მინუსის შემთხვევაში თქვენ მოიზიდავთ მოდი რახან არკანს ქვია სულელი ვიტყვი ამ სიტყვებს, რომ არაშეურაცხყოფელად, არამედ რახან კარდს ქვია, არკანს ქვია სულელი, სულელ ადამიანს, ინფანტილურ ადამიანს, რომელიც
თავისი სისულელეებით ბევრ რამეს აგებს და თქვენ თუბასთან იქნებით ბევრ რამეს თქვენც წააგებთ ცხოვრებაში, გადააყოლებს თავის რაღაცა ახალგაზრდულ სიამოვნებებს, ოღონდ ახალგაზრდულს რომ ამოგ ნებისმიერ ასაკში, თავის შინაგან ახალგაზრდულ ბავშვის ჩვენში ხო ცხოვრობს სამი ასაკი, არ ვიცით იცით თუ არა ეს, სამი ასაკი ცხოვრობს ყველა ადამიანში, ბავშვი, მოზარდი და მშობელი. და აი ეს ბავშვობა ძალიან გაღვიძებული იქნება ამ ადამიანში და ასე ვთქვათ, ბევრ სისულელებს გააკეთებს თქვენთანაც, სხვასთანაც და ძალიან ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ მისი სისულელეები. არ გაითვალისწინებს არანაირ რჩევას, არანაირ დარიგებას, არანაირ მითითებას, არანაირი კომპრომისი, არაფრის დათმობა მე მინდა და მივდივარ ასე ძაღლიყებს, ქარავანი მიდის, აი ესეთი პრინციპით, რაც გინდა მითხარი, რაც გინდა დამიმტკიცე, რაც გინდა გამიზიარე, რაც გინდა მთხოვე, მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ხო, ეს ნეგატივში თუ თქვენ ამას არ დაამუშავებთ. თუ თქვენ სამიანის დამუშავებაზე უკვე ვისაუბრეთ, თუ თქვენ დაამუშავებთ ამ 22 ენერგიას, რომელიც ისევ და ისევ გაჩვენებთ, აი გული როა ხატია, სიყვარულის ენერგიაშიც არის და კარმის კუჩიც. ანუ პირდაპირ სასიყვარულო თქვენი კონტრაქტი დადეთ იმ სულთან, რომელთანაც ან ხართ ახლა, ან შეგხვდებათ, არ ვიცი მე, დადეთ ეს რომ შემხვდე, იმიტომ რომ დამამუშავებინო კარმის კუდი. აი ესეთი იყო თქვენი კონტრაქტი. ხო, თუ დაამუშავებთ 22-ს, ეს არის ძალიან დიდი სულიერების გაღვიძება თქვენში, ეგოცენტრულობის დათრგუნვა, მესამე თვალის აჯნა თვალის გაღვიძება, ინტუიციის გაღვიძება და ძალიან დიდი რწმენა. 22 ენერგიას მოეთხოვება უსაშველოდ დიდი რწმენა, იმიტომ რომ ისევ და ისევ დაგანახებთ არკას, ნახეთ რა ჩანს, მიდის დადებით შემთხვევაში, მიდის წინ ხევია, მაგრამ მან იცის რომ გადარჩება, არ გადავარდება, უბრალოდ მინდობილია ღმერთზე, ღმერთის შვილია, ამას გრძნობს. ეს არის უზარმაზარი რწმენა, რწმენის გამოვლინება ღმერთისადმი და ამას მოითხოვს. თქვენ თუ არ გადახვედით, არ შეხართ კიდევაც მე ხო თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მე ვსაუბრობ წმინდად ენერგიებზე. თქვენ თუ არ იქნებით ესეთ მაღალ აყვანელ რწმენაში, რომ რაც არ უნდა იყოს, აი აღლვებულ ზღვაში რომ გადაგაგდონ, უბრალოდ მჯერა რომ მე აქედან ცოცხალი გამოვა, თუნდაც არ ვიცოდეთ სულ, აი ესეთი დონის რწმენა მოგეთხოვებათ თქვენი წარსული რეინკარნაციების გამოცდილებებიდან ისევ და ისევ და არ დაგავიწყდეთ რომ თქვენი ცენტრი 11-ია და თქვენ ყოვლის შემძლე ძალა გაქვთ. ხო, ამ შემთხვევაში დადებით შემთხვევაში თქვენთან მოიზიდება მამაკაცი, პარტნიორი, რომელიც იქნება ძალიან თავისუფალი, ძალიან ლაღი, ძალიან მშვიდი, უპრობლემო, პირიქით შეგექმნით ჰარმონიას, კომფორტს და რა ვიცი, აი ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, რომ არ დაგძაბოთ, არ დაგსტრესოთ, პირიქით ძალიან მარტივი და ასე ვთქვათ თავისუფლების უმაღლესი დონის გამოხატულება იქნება ეს ადამიანი თქვენთან. 19 ენერგია. მზე, სადაც ბავშვია გამოსახული. რა არის ეს მინუსში და რა უნდა იყოს ბალანსში და ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ აი ეს წერტილი არის ბალანსის წერტილი სიყვარულის სასიყვარულო ურთიერთობაზე და ფინანსურ ურთიერთობას შორის. ნახეთ, ეს არის ბალანსი. ეს არის ენერგია, რომელიც სულ ბალანსში უნდა გქონდეთ, ანუ სულ დადებითში, რომ აი რო იტყვიან, რომ აი ფულში მიმართლებს, საქმეში მიმართლებს, კარიერაში მიმართლებს, აი პირადში არ მიმართლებს, ამ პირადი გადასარევი მაქვს და აი რაღაც ვერ ვეწყობი. ეს რო არ მოხდეს. ამიტომ ეს ენერგია 19 თან კარმის ენერგია, ხო? არ გავცდეთ კარმის კოდს, არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის. ანუ მარტო კარმისთვის კი არა, მარტო სასიყვარულო ურთიერთობისთვის კი არა, უკვე გადავედით ფულზეც. ხო, და ეს 19 ენერგია არის მზის ენერგია და საერთოდ რომელი წერტილშიც არ უნდა მოხდეს, ეს ენერგია საუბრობს ფულზე. როგორც ჩანს, ხო, აი ეს ფინანსური თემაც ამოდის ამ კარმაში, მე ესე ვხედავ და რა არის ამ შემთხვევაში?
არც რა ხასიათებს მინუსში 19-ს, არც ის ზედმეტი ეგოცენტრულობა, რომ ყველაფერი მე ვარ მზე და ერთადერთი და ყველაფერი მე უნდა მეკუთვნოდეს და ყველაფერი ჩემია ამ სამყაროში და სამყარო და დედამიწა ჩემს გარშემო ტრიალებს და მე ვარ მზე, არც ეს და არც ის, რომ აი ესეთი მინუსიც არის, რომ ინანებად ხოლმე საკუთარი თავისთვის ყველაფერი. შეიძლება სხვებისთვის გასცენ, მაგრამ ინანებად საკუთარი თავისთვის ყველაფერი. მაშინ ასე რა უნდა გააკეთოთ? ბალანსირებულად, ხო, ზომიერად, ყველაფერი მე არ დაგენეროთ საკუთარი თავისთვის არაფერი და იყავით ძალიან ხელგაშლილი ყველასთვის, რას ნიშნავს ეს? არ უნდა გაარჩიოთ 19 ენერგიას, არ აქვს უფლება გაარჩიოს და ეს არის მზე. დაიმახსოვრეთ და მზეზე აი ამ დახასიათებას გეტყვით და ზუსტად მიხვდებით, რას გულისხმობ ყველაფერში. ვარდთა და ნეხვთავი რადგან მზე სწორად მოეფინების. აი ზუსტად ვარდთისთვისაც და ნეხვისთვისაც უნდა იყოთ ერთნაირი. ერთნაირად მოწყალე, გულმოწყალე, ხელმოწყალე. ეს მდიდარი იქნება თუ ღარიბი იქნება, ჯანმრთელი იქნება თუ ავადმყოფი იქნება, ლამაზი იქნება თუ უშნო იქნება, პატარა იქნება თუ ხცოვანი იქნება, საჭირო კაცი არის თუ არანაირად საჭირო, მათხოვარი არის თუ არ ვიცი, ოლიგარქი, რა ფერის, რა რასის, რა სარწმუნოების არ უნდა გქონდეს ამას თქვენთვის მნიშვნელობა. ყოველთვის, ყველასთვის უნდა იყოს თქვენი, ასე ვთქვათ, გული და ხელი გაწვდილი. რა თქმა უნდა, როცა ამას საჭიროებენ. აი ეს არის, რაც მინდოდა მე თქვა, კარმაზე, თქვენს სიყვარულზე და ფულზეც გადავედი, მაგრამ ფულზე უკვე შემდეგ ვიდეოში. ვისაც სურს ბედის მატრიცის შედგენა ან სწავლა, დამიკავშირდეს ნომერზე 591-233-507 ვიბერზე ან WhatsApp-ზე მომწერეთ ან Facebook გვერდზე ქართული შრიფტით. რეიქი მკურნალი, ხოლო ვისაც მხოლოდ სწავლა უნდა, შეუძლია მიწეროს ასტროლოგია G-ზე, სადაც მივკითხულობ ლექციებს. ამაში ასე გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, სადაც განვიხილავ ფინანსებს და ტალანტს.